ეს იყო 1999 წლის 30 ივლისი. ბნელი საღამო, რომელიც როდეოს ისტორიაში ჩაიწერა. Lane Frosty, საყვარელი და უშიშარი როდეოს ჩემპიონი, აპირებდა შეხვედრო და გამოწვევას, რომელიც გამოცდიდა მის მიერ წლების განმავლობაში ხარის ჯირითში დაგროვილ ყველა გამბედაობას. Lane-ისთვის ეს უბრალოდ სპორტი არ იყო, ეს მისი ცხოვრება იყო. მისი საქმე. გადარჩეს 8 სასტიკი წამი მხეცის ზურგზე, რომელიც ბუნება მისე შექმნა, რომ ის თოჯინასავით მოისროლოს. საუბარი ჩვეულებრივ ხარს არ ეხებოდა, ეს მხეცი იყო 1500 ფუნტი წონის. Taking care of business სასტიკი ლეგენდა იყო. გიგანტური, კუნთიანი და დაუნდობელი. ეს იგივეა როგორც 5 მაცივარი შენსკენ გარბოდეს, ჰქებით წინ. და ინცვიმიან, სველ ღამეს, როცა ქარიშხლის ღრუბლები ზემოდან ღრიალებდნენ და არენა ტალახად იქცა, შანსები უფრო მეტად იყო მის წინააღმდეგ. მაგრამ ლეინი თავისი დამახასიათებელი სიმშვიდით და რკინისებური მოჭერით ხარის თოგზე შეურყეველი იყო. ის ზემოთ ავიდა, კუნთები დაჭიმული ჰქონდა, ყბა შეკრული. ბარიერი გაიხსნა. ხარი ქაოსში აფეთქდა. ბრბო მეხისავით დაიღრიალა. ხოველი ახდომა, ხოველი ტრიალი, ხოველი სუნთქვა მიიღო. და ლეინისთვის მხოლოდ წარმოვიდგენ, რომ ის 8 წამი უფრო 8 საათივით ეჩვენებოდა. მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეს გასვლა მისი ბოლო იქნებოდა და ნამდვილად არ იცოდა, რომ ეს სამუდამოდ შეცვლიდა სპორტს. ეს მხოლოდ ლეგენდარული გასეირნების ისტორია არ არის. ეს არის კაცის ისტორია, რომელიც ლეგენდად იქცა და ხარის, რომელიც სამარცხვინოდ ცნოში გობიდა. დღეს მე ვიკვლევ ტრაგიკულ და დამუხტულ ისტორიას ხარის შესახებ, რომელმაც Lane Frosty მოკლა. მოგესალმებით ექსტრიმში. ლეინი დაიბადა 1963 წლის 12 ოქტომბერს ლა-ხუნტაში, კოლორადოში, რაც სინამდვილეში მხოლოდ 3 საათის სავალზეა იქიდან, სადაც მე ვცხოვრობ. მისი მამა კლაიდი მამაცი და გამოცდილი სამივე დისციპლინის როდეოს კოუბოი იყო. ბავშვობაში ლეინი ხშირად უყურებდა, როგორ ასრულებდა მისი მამა გამოსვლებს, თუმცა ალბათ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა იმ უზარმაზარ საფრთხეებს, რომელსაც ის ყოველ ჯერზე ხარის ზურგზე ასვლისას აწვდებოდა. მაგრამ მამამისის სიმამაცისა და ოსტატობისადმი ადრეულმა შეხებამ შეიძლება მის გულში ცეცხლი გააღვივა და იგივე გზაზე დააყენა. ლეინის ოჯახი საბოლოოდ ოკლაჰომაში გადავიდა მისი ბავშვობის წლებში. იქ ის სულად ჩაეფლო როდეოს ტრადიციებში. მან უსასრულო საათები გაატარა ლეგენდარული კოუბოების საკულტო ისტორიების მოსმენაში, რომლებიც სხვადასხვა შტატებიდან იყვნენ. და ალბათ ზოგიერთი მათგანი მისი მამის მეგობრებიც იყო. მაგრამ თუ ლეინის დედას ელსი ფროსტ კითხავდით, ის ბავშვობაში ხარის ჯირითით დაინტერესებული არ ჩანდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, ის არასდროს იყო დაინტერესებული. ის თითქმის არც კი უყურებდა როდეოს, სანამ არ ვეტყოდი, შენი მამა ემზადება ჯირითისთვის. და მერე უყურებდა. დანარჩენ დროს მიწაში თამაშობდა. დედის კომენტარების მიუხედავად, აშკარაა, რომ ხარის ჯირითი მის სისხლში იყო და 5 წლის ასაკში უკვე პირველი ხბო ყავდა ამხედრებული. სწრაფად გახდა ნათელი, რომ ლეინი ნიჭიერი იყო და მალე მან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ როდეოებზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ბევრს ვერ წარმოგვიდგენია, რომ ჩვენი პატარა ბავშვები აგრესიული და საშიში ხარის ზურგზე დავსვათ, 10 წლის ასაკში ამ ახალგაზრდა კოუბოიმ სხვადასხვა შეჯიბრებაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. პირველი ადგილი დაიკავა უუნაგირო ჯირითში, მეორე ადგილი ხბოს შეკვრაში და მესამე ადგილი ხბოზე ჯირითში. Little Baccaras Rodos, Rodosy, Winter Basinში. 1991 წელს ის გახდა ეროვნული საშუალო სკოლის ხარზე ჯირითის ჩემპიონი და 1 წლის შემდეგ Fort Worth-ში, ტეხასში, პირველი ახალგაზრდული ეროვნული პიროვნული ფინალის ხარზე ჯირითის ჩემპიონი გახდა. ამ დროისთვის ყველაფერი უკვე დაწყებული იყო და ლეინი ერთფრივ გზაზე იდგა, რომ გამხდარიყო აშენეთაშეთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ხარზე ჯირითის მხედარი. მან 1992 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და თითქმის მაშინვე შეუერთდა პროფესიონალ როდეოს კოუბოების ასოციაციას და სრულ განაკვეთზე დაიწყო ჯირითი. 2 წლის შემდეგ მან პირველად მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო ეროვნულ ფინალურ როდეოში. ეს იყო ხარის ჯირითის სამყაროს პიკი და მისი მოგება ნებისმიერ მხედარს ისტორიაში სამუდამოდ დაამკვიდრებდა. ამ დროისთვის ლეინი უკვე იძენდა თაყვანის მცემლებს, რომლებიც მას არამხოლოდ მისი გამბედავი ხასიათის გამო უყვარდათ, რაც ყველაზე საშიშ ხარებზე ჯდომას აიძულებდა, არამედ მისი უნიკალური უნარების გამოც. მაყურებლები მოედანს მიაწყდებოდნენ და გაოცებულები უყურებდნენ, როგორ აგროვებდა ქულებს ლეინი ხარიდან ხარამდე. ეს ნამდვილად მოძრავი ხელოვნება იყო და მის თაყვანისმცემლებს უბრალოდ არ შეეძლოთ, არ ახალფრთოვანებულიყვნენ მისი ნიჭით. 1986 წელს მან თავისი კარიერა ახალ დონეზე აიყვანა და მოიპოვა სანატრელი ეროვნული ფინალების როდეოს ხარებზე ჯირითის საშუალო ქულების ტიტული. მაგრამ ეს არ არის ყველაზე მაღალი ჯილდო ხარზე ჯირითში. ლეინმა იმ წელს მსოფლიო ჩემპიონობა სულ ცოტა დააგდა და მესამე ადგილი დაიკავა. მაგრამ ამან მასზე არ იმოქმედა. შემდეგ წელსკელს მან უფრო მეტად იბრძოლა და 1997 წლის ბოლოს მისი ოცნებები ახდა.
ის საბოლოოდ გახდა ხარის ჯირითში მსოფლიო ჩემპიონი. ლეინმა ამ წარმატებას მოჰყვა და 5 წლის განმავლობაში 1984-დან 1988 წლამდე ზედიზედ მოიპოვა ეროვნულ ფინალურ როდეოში მონაწილეობის უფლება. ეს არის კოუბოებისათვის იგივე რაც სუპერბოული. ყოველ წელს ქვეყნის საუკეთესო რეიტინგის მქონე კოუბოები და კოუგერლები იკრიბებიან და სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მისი მიღწევებისა და უკვე მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მიუხედავად, მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმატება 1988 წელს მოხდა. ამ ქაოსურ მგზავრობას ცოტათი გადაუხვიოთ. თუ გსურთ მეტი დაუმუშავებელი, დაუმონტაჟებელი ისტორია, რომელსაც აქ ვერ გაჩვენებთ, შემოუერთდით ექსტრიმის საზოგადოებას Patreon-ზე. შეხვედრამდე ნამდვილი ექსტრიმზე. 1988 წელს ლეინმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ცნობილია როგორც ჩემპიონების გამოწვევა. ეს შეჯიბრი ჯონ გრაუნიმ შექმნა, რომელიც როდეოს სამყაროში ცნობილი ფიგურაა. მან დაგეგმა, რომ ლეინი შეეჯიბრებოდა ერთ-ერთ ყველაზე ავადსახსენებელ ცხოველს, რომელიც ოდესმე შესულა არენაზე, მის საკუთარ ხარს, Red Rocks. ხედავთ, ეს ხარი ჩვეულებრივი ცხოველი არ იყო. ეს ხარი წმინდა გრალი იყო ხარის მხედრებისთვის. 300-ზე მეტ შემთხვევაში ხარის მხედრები ცდილობდნენ ვაწამის გადალახვას, მაგრამ ყოველ ჯერზე ხარი ზურგიდან აგდებდათ. ბევრისთვის კოუბოების სამყაროში ეს ამოცანა თითქმის შეუძლებლად ჩანდა. წონით 1800 ფუნტზე მეტი, Red Rocky იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში ხარი როდეოს ისტორიაში. მისმა დაუმარცხებელმა სტატუსმა ის კოუბოების სამყაროში ლეგენდად აქცია. ამიტომ, როდესაც ლეინს Red Rock-თან შეჯიბრების შანსი მისცეს, მან წამითაც არ დააყოვნა. მან გამოწვევა მიიღო და ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც Red Rock-ზე გაძლო კალიფორნიის ქალაქ რედინგში, რედინგის როდეოზე, მე-5 წლაზე, 20 მაისს. 1989 წლისთვის ლეინმა თავისი ადგილი მყარად დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა უდიდესმა სახელმა ხარებზე ჯირითის სპორტში. მაგრამ მხოლოდ მისი უნარები არ იყო ის, რამაც კოუბოების საზოგადოებაში ხალხის გულები მოიგო. ლეინს აქვს ღიმილი, რომელსაც ოთახის განათებაც კი შეუძლია და მისი ქარიზმატული პიროვნება და სიკეთე საშუალებას აძლევდა მას, რომ გულშემატკივრებთან უფრო ღრმა კავშირი დაემყარებინა. მაგრამ როცა დრო დგებოდა, რომ ხარის უკანა ფეხებზე თოკი მოეჭირა და 8 წამი გაძლო, ის მაშინვე გადადიოდა შემსრულებლის რეჟიმში და ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ესეთი ხარის შემთხვევაში შეცდომისთვის ადგილი არ იყო. ერთი მცირე შეცდომა ან ყურადღების დაკარგვა მის პროფესიაში, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის განსხვავება შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ არხზე მე რამდენიმე ვიდეო გავაზიარე იმის შესახებ, თუ რამდენად საშიში და არაპროგნოზირებადი შეიძლება იყვნენ ეს მხეცები. მრავალ მათგანს აქვს ჩამოგდების პროცენტი, რაც გვაფიქრებინებს, რატო უნდა სცადოს ვინმემ საერთოდ ამ მხეცზე ჯდომა. დაამატეთ ამას მათი უზარმაზარი წონა და შეუდარებელი ძალა და ადვილი გასაგებია, რატომ გრძნობენ ყველაზე გამბედავი ხარის მხედრებიც კი ძლიერ შიშს, როცა საღამოს თავიანთ საცეკვაო პარტნიორს თვალებში უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლეინი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მხედრად მიიჩნეოდა, ის თავდაბალიოს რჩებოდა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ ნებისმიერი ხარის უზარმაზარი ძალა მას ნაადრევ საფლავამდე მიიყვანდა. მაგრამ ეს იყო ცხოვრება, რომელიც მან აირჩია და ჩვენ არ ფიქრობთ, რომ მან ოდესმე ინანაეს, თუნდაც ერთი წამით. 1989 წლის 30 ივლისს ის პირისპირ შეხვდა ხარს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორიის მსვლელობა. მხოლოდ 25 წლის ასაკში ლეინი უნდა მიეღო მონაწილეობა ხარზე ჯირითში, ვაიომინგის შაენის Frontier Days შოუზე. ეს პოპულარული ღონისძიება ლეინისთვის გზად იქცა, რომ მე-6-ე ზედიზედ მოეპოვებინა ადგილი ეროვნული როდეოს ფინალში. მაგრამ მის გზაზე იდგა უზარმაზარი ხარი, რომელსაც ადგილობრივები Taking Care of Business ეძახდნენ. დაახლოებით 1500 ფუნტს იწონიდა, თუმცა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც მისი მთავარი მოწინააღმდეგე, Red Rocky. მაშინ როცა ზოგიერთი ხარი თავისი არაპროგნოზირებადი ბუნებით ან გამორჩეული ათლეტურობით მხედრებს აშინებდა და მათ კარგად ახსოვდათ, Taking Care of Business-მა როდეოს ისტორიაში თავისი სახელი სრულიად სხვა მიზეზით დაამკვიდრა. Taking Care of Business ბრამას ჯიშის ხარი იყო, რომელიც Bad Company Rodeos ეკუთვნოდა, ჯგუფს, რომელიც ცნობილია იმით, რომ არენაზე ყველაზე საშიში ხარები ჰყავდა. ეს ჯიში ინდოეთში წარმოიშვა, სანამ მე-19 საუკუნეში აშეთეშოში დაიწყებდნენ მის გამოყვანას. ბრაჰმას ხარი განსაკუთრებით ფასობს სიცხისადმი გამძლეობით, ნაყოფიერებითა და გენეტიკური უპირატესობებით ჯვარედინ გამრავლებაში. თუმცა მათი უპრეცედენტო ზომა, კუნთოვანი აღნაგობა და ხტუნლისკენ მიდრეკილება მათ იდეალურ კანდიდატებად აქცევს როდეოსთვის. Cheyenne Frontier Days შოუზე 1989 წელს Taking Care of Business-მა როდეოს წრეში ძლიერი მხეცის რეპუტაცია მოიპოვა, მიუხედავად მისი მოკლე კარიერისა. მისი უზარმაზარი ძალა და ხტუნლის უნარი უდავოდ ბევრ მხედარს აეჭვებდა. საერთოდ რატომ გადაწყვიტეს პირველად მასზე დაჯდომა? გულისხმობ, შეგიძლია დაადანაშაულო ისინი.
ამ ცხოველიდან გადმოგდება უდავოდ ბევრ მხედარს, მეორე დღეს რამდენიმე სილურჯეზე ბევრად მეც დაუტოვებდა. მიუხედავად ამისა, თუ მხედარი ამ ცხოველის სახელს ამოიღებდა, მას მოუწევდა აძვრენილიყო მის უზარმაზარ სხეულზე და ეცადა რაც შეიძლება დიდხანს გაჩერებულიყო, სანამ დრო ნელა იწურებოდა. ჰონისტიების დღეს ლეინისთვის ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. მან გარკვეული დრო გაატარა თავის საყვარელ გულშემატკივრებთან საუბარში, რომლებიც დიდი მანძილი გამოიარეს, რომ მისი გამოსვლა ენახათ. იგზნო რომ ისტორიის შექმნის წინა შეიდგა. მისი თავდაჯერებულობა უმაღლეს დონეზე იყო, რადგან ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ თუ ამ არხს უკვე გარკვეული დროა ადევნებთ თვალს, იცით რომ არავინ არის ტრაგედიისგან დაზღვეული და უბედურება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ძის სხივებმა წვიმის შემდეგ ღრუბლები გაარღვიეს და მისი ტალახისა და ქაფის სცენა გაანათეს. არენაში პირობები რთული იყო, მაგრამ ლეინი როგორც ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა მაშინაც კი, როცა შანსები მის წინააღმდეგ იყო. ბრბომის სახელს სკანდირებდა, როცა ის ხარისკენ მიემართებოდა და უკვე 3:30 საათზე ის შუაკარიდან გაადარეს. დადგა შოუს დრო. ლეინმა კარგად შეინარჩუნა წონასწორობა, როცა ხარი გაცეცხლებული ამოხდა და დაიწყო ხტუნვა და დარტყმები. მან თიდრო ჩავლო თოქს ხელი, მთელი ძალაგა გამოიყენა, რომ ხარზე დარჩენილიყო და ამავე დროს წაახალისა, რომ მეტი ქულა აეღო. მაყურებელი ტაშს უკრავდა, როცა მისი თავისუფალი ხელი ყოველ ძლიერ ნახტომზე ჰაერში ირხეოდა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცდილობდა taking care of business, ყოველ ნახტომსა და ჩაძირვაზე ვერ ახერხებდა ხარის ზურგიდან გადაგდებას. მოკლედ წამით ჩანდა, რომ ლეინმა ხარის სინძლავრეს გაუთანაბრდა. მაგრამ შემდეგ, ერთი მკვეთრი ბიძკითა და მიმართულების შეცვლით, taking care of business-მა ლეინი ზურგიდან გადაისროლა. ბრბო აკვირდა და ტაშის ქვრა დაიწყო, რადგან იცოდნენ, რომ ლეინმა წარმატებით გაუძლო საჭირო 8 წამს, რათა ქულა მიეღო. მაგრამ თითქმის მაშინვე იგრძნეს, რომ რაღაც არასწორად იყო. ლეინის მაჯა თოქში გაება და უხერხულად დაეცა, პირდაპირ ხარის ხედვის ხაზში. სანამ თვალს დაახამხამებდა, taking care of business-ი მასზე დაიძრა და აგრესიულად დაესხა თავს, როცა ის მიწაზე მოკუნთული იყო. მან თავისა და სხეულზე დააბიჯა თავისი უზარმაზარი წონით. შემდეგ ერთი ძლიერი ბიძკით მან თავისი უზარმაზარი რქა მის სხეულში ჩაარჯო. ბრბომ გაოცებით ამოიოხრა და დადუმდა, როცა თავისი გმირი არენის შუაგულში დაგდებული დაინახა. რამდენიმე წამში ლეინი ფეხზე წამოდგა, მაგრამ ზიანი უკვე მიღებული იყო. მას აშკარად ძლიერი ტკივილი ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა. მან პანიკურად დაუქნია ხელი თავის მეგობარს, Tap Hedemans, გვერდით, რომ დახმარებოდა. შემზარავი კადრები შემდეგ აჩვენებს, როგორ გადადგა ლეინმა რამდენიმე ნაბიჯი მათგან, ვინც მის დასახმარებლად მირბოდა, სანამ არ დაეცა სახით მიწაზე. მედიკოსები მის დასახმარებლად გაიქცნენ. მათ ყველაფერი სცადეს, რომ რეაქცია მიეღოთ ხარის მეჯირითისგან, მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. არენაში სიჩუმე ჩამოვარდა, როცა ხალხი უყურებდა, როგორ მიყავდათ ლეინის უგონო სხეული სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. იმ დროისთვის, როცა ის მემორიალურ საავადმყოფოში დაახლოებით 4 საათზე მიიყვანეს, ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. დოქტორი სკიპროსი იყო ერთ-ერთი პირველი რეაგირების ჯგუფიდან, რომელმაც მოგვიანებით ისაუბრა იმ საბედისწერო დღის მოვლენებზე. ის ფიქრობდა, რომ ხარის რქების დათქმამ ლეინის რამდენიმე ნეკნი გატეხა და ერთ-ერთმა სავარაუდოდ მთავარი არტერია ან თუნდაც გული გახვრიდა, რამაც ძლიერი შიდა სისხლდენა გამოიწვია. საქმის კეთებამ ახლახან იმ მსხვერპლას სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხარის მხედარი და თავისი კარიერის ბოლომდე მას თანსდებდა ლეინ ფროსტის მკვლელი ხარის სახელი. როცა ხალხი არენაზე მივიდა იმ საღამოს ლეინ ფროსტის ასპარეზობის საყურებლად, არავის წარმოედგინა, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი შემთხვევა, როცა ლეინს ხარზე ამხედრებულს ნახავდნენ. 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავი ელვისის სწრაფით გავრცელდა. ბევრს ასჭეროდა ეს ამბავი, ხოლო სხვები კოუბოების საზოგადოებაში შოკში დარჩნენ. როგორ შეიძლებოდა თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ხარის მეჯირითე ასე დაღუპულიყო? როგორც ფლინტ რასმუსენმა, PBR-ის ლეგენდარულმა როდეო ბარელმენმა თქვა, ასეთი ბიჭი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ყველასთვის სწორედ ეს იყო, ჩვენთვის იყო რაღაც მიუწვდომელი და გაუგებარი. იმ დრიდან მოხოლებული მეჯირითეები ჩუჩი ჩადგებოდნენ უთქმელი შეგრძნებით, რომ ხარის ჩვეულებრივ ნახტომებში სიკვდილის მომტანი ძალა იმალებოდა. ბევრისთვის მომხდარის რეალობა ძალიან მძაფრად აღიქმებოდა და პროფესიონალ მეჯირითეებს მოუწიათ შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ არენაზე სიკვდილი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მოსლოდათ. ლეინის სიკვდილმა როდეოს საზოგადოებაზე ბნელი ჩრდილი გადმოაფინა და ბევრმა კითხვების დასმა დაიწყო. ნამდვილად უფრო მეტად აინტერესებდა სპორტს გართობა, ვიდრე საკუთარი მეჯირითეების უსაფრთხოება. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ბევრს თვალები აუხილა და აჩვენა ხარის ჯირითის საზოგადოებას ორი რამ.
რომ ხარის ჯირითში წარმატება ნამდვილად დადასტურებული არ არის, სანამ როგორც მეჯირითე ისე ხარი უსაფრთხოდ არ დატოვებენ არენას და რომ ყველაზე საუკეთესოც კი შეიძლება წამში დაეცეს. თუმცა ის შემზარავი დანაკარგი, რომელმაც როდეოს საზოგადოება საფუძვლიანად შეძრა, ასევე გახდა უსაფრთხოების სფეროში დიდი რევოლუციის მიზეზი. მოულოდნელად აშკარა გახდა, რომ ამაღელობელ ჯირითსა და საბედისწერო ტრაგედიას შორის ზღვარი ძალიან თხელია და უბრალოდ იქნებ დადგა დრო სპორტს კიდევ მეტი გაეკეთებინა თავისი სპორტსმენების დასაცავად. ამ შემთხვევამ გამოკვეთა უსაფრთხოების გაუმჯობესებული ზომების საჭიროება, მათ შორის დამცავი ჟილეტების, ჩაფხუტების და სხვა აღჭურვილობის გამოყენება მხედრებისთვის. როგორც რასმუსენმა მოგვიანებით თქვა, როცა ახლა ამას უყურებ ჩემი კარიერის განმავლობაში ნანახის ფონზე და ვხედავ რას ატარებენ ხარის მხედრები, არ ვფიქრობ, რომ ის საერთოდ დაშავდებოდა. უსაფრთხოების მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლეინის მრავალწლიანი მეგობარი და ხარის მხედარი კოდი ლამბერტი. ლაინის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ კოდი დაეხმარა პირველი დამცავი ჟილეტის შექმნასა და გამოშვებაში, რომელიც მიზნად ისახავდა მხედრების დაცვას გახვრეტითი ჭრილობებისა და ბლაგვი ტრავმისგან. ჟილეტის იდეა გაჩნდა იმ ჟილეტებიდან, რომლებსაც მისი უმცროსი ძმა ატარებდა. იგი ჟოკეი იყო და სარბოლო ცხენებზე ჯირითობდა. ლამბერტმა მოდიფიცირება გაუკეთა ჟოკეის ჟილეტს ისე, რომ მას მხედრები ტანსაცმლის ზემოდან ატარებდნენ. ის მოქნილი იყო, ადვილად მოსახსნელი და ჰქონდა ვესტერნული იერი, რომელიც კარგად ერგებოდა როდეოს გარემოს. ეს იყო უსაფრთხოების რევოლუციის დასაწყისი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ხარის ჯირითის სპორტი. მხედრები ახლა უკვე სრულად აცნობიერებდნენ იმ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც მათ ყოველ ჯერზე არენაში შესვლისას ელოდათ. ჯეიმს ბერტონ მუნი ერთ-ერთია იმ მრავალ პროფესიონალ როდეოს ქაუბოებს შორის, ვინც ღიად აღიარა, რომ ლეინის წინაშე სამუდამოდ ვალშია. მუნიმ თავისი კარიერის განმავლობაში PBR-ში ყოფნისას სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ხარებზე იჯდა და 2016 წელს ისტორიაში შევიდა, როდესაც გახდა პირველი ხარის მხედარი, რომელმაც კარიერაში $7 მილიონი შემოსავალი დააგროვა. ლეინი მის თვალში ლეგენდა იყო და ერთ-ერთ ინტერვიუში მან განსაკუთრებით აღნიშნა ის გავლენა, რაც ლეინმა მის კარიერაზე მოახდინა. მე ლეინ ფროსტის ხურებით გავიზარდე, ასე რომ სწორედ ასე ვისწავლე ხარებზე ჯირითი. მუნიმ ასევე აღიარა, რომ კოდის გამოგონებამ არაერთხელ გადაარჩინა მისი სიცოცხლე. სამწუხაროა, რომ ისეთი რამ, როგორიცაა ფროსტის სიკვდილი, უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს და ასეთი რამ მივიღოთ. მაგრამ ხომ იცი, ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. მაგრამ ლეინის სიკვდილი მხოლოდ სპორტში უსაფრთხოების ზომებს არ შეზღუდულა. მან რადიკალურად შეცვალა როგორც კონკურენტებისთვის, ასევე გულშემატკივრების დამოკიდებულება როდეოსადმი მთლიანობაში. ბევრმა მხედარმა დაიწყო ხარის ჯირითისადმი უფრო მეტი პატივისცემითა და სიფრთხილით მიდგომა. როგორც ნევადა ნიუმანმა, ხარის მხედარმა მელსტოუნიდან მონტანადან თქვა, ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ეს სახიფათო სპორტია და შეიძლება მოგდე. მან ჩვენც ცოტა მეტი პატივისცემა შეგმატა ამ სპორტის მიმართ. ანალოგიურად, გულშემატკივრებმაც დაიწყეს ხარის მხედრობის აღქმა უფრო ღრმა გაგებით იმ რისკების მიმართ, რაც ამ სპორტს ახლავს, რამაც უფრო პატივისცემით და მხარდამჭერი დამოკიდებულებით განაწყო ისინი ამ სპორტისადმი. ლეინ ფროსტის გავლენა დღევანდელ ხარის მხედრობაშიც ჩანს. მისი მემკვიდრეობა კვლავაც შთააგონებს მხედრებს, რომლებიც შთაგონებას იღებენ მისი ნიჭით, პიროვნებითა და სპორტისადმი ერთგულებით. ნეითან შეიფერმა, პროფესიონალმა ხარის მხედარმა თქვა, ჩვენ თითქოს ყოველდღე ვზეიმობთ მის გამო. ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ მას ზემოთ ყოველდღე. ეს მუდმივი გავლენა გვახსენებს ხარის მხედრობაში უსაფრთხოების მნიშვნელობას და იმას, რომ ლეინის ხსოვნის პატივსაცემად საჭიროა სპორტში უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება. გავაგრძელოთ. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იყავით მამაცები და იცხოვრეთ უშიშრად.